კრეპი სუზეტი, კრეპი კარამელიზირებული ნუშით და შოკოლადით და ბოლოს კრეპი ჟოლოს ჯემით და ალუბლის და პიტნის соусით. Აი ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ფრანგული კრეპები. ბლინები, ფენკეიქები, კრეპები და ალადები. ბაზა ერთია, ხოლო მომზადების წესი და გემო სხვადასხვა. მე გადავწყვიტე მომზადო რაღაც უფრო დახვეწილი და ამიტომ ავირჩიე ფრანგული კრეპები. პირველ რიგში ვაცხობთ კრეპებს. ვიწყებთ 2 მთლიანი კვერცხი, გავტეხოთ. ზე, რომ უფრო ნაზი გამოგვივიდეს კრეპები, ვამზადებთ რძით. ეს არის დაბალცხიმიანი რძე. ჩავასხათ 9 ლიტრი. შევთქვიფოთ. ცოტა მარილი ბალანსისთვის. შაქარს არ ვუმატებ, რადგანაც ისედაც ტკბილი დანამატები ექნება ბლინებს. და ნელა-ნელა დავუმატოთ ფქვილი. იქამდე სანამ სასურველ კონსისტენციას არ მივიღებ. თავიდან ჩავყრი 100 გრამს. დავუმატოთ კიდევ ფქვილი, სანამ ბლანტი მასა არ იქნება. დავუმატეთ კიდევ 100 გრამი ფქვილი. აი ზუსტად ესეთი მასა უნდა მივიღოთ. აი ეს არის იდეალური კონსისტენცია. ეს არის თხელი, მაგრამ ბლანტი მასა. აი ესეთი უნდა იყოს ზუსტად. რომ მივიღოთ თხელი, სუბუქი ფრანგული კრეპები. სულ ცოტა დავუმატოთ ზეთი, დაახლოებით 1 სუფრის კოვზი, იმისთვის რომ უფრო ცხიმიანი გახდეს მასა და მარტივად ამოტრიალდეს ტაფაში. გავახუროთ ტაფა, სასურველია თხელძირიანი იყოს ტაფა, რომ სწრაფად გახურდეს და თანაბრად მობრაწოს კრეპები. და ძირზე წაუსვათ სულ ცოტა კარაქი. კუთხეებზე რაც თავარია, რომ მარტივად ამოტრიალდეს კრეპი. და დავასხათ სავსე ჩამჩა ტაფაში. სწრაფად გადავანაწილოთ. ზედაპირი როგორც კი შეიცვლის ფერს, შეგვიძლია ამოვატრიალოთ. შევამოწმოთ გვერდები. აი, კარგად დაიბრაცა ცალი მხარე. შევეცადოთ, რომ თანაბრად დავბრაწოთ კრეპი, რადგანაც ფრანგული კრეპები უნდა იყოს ჰაეროვანი და მსუბუქი. გადმოვიტანოთ თეფშზე. და ვაგრძელებთ. ასხავთ, ანაწილებთ. შევამოწმოთ გვერდები. ამოვატრიალოთ, ამ შემთხვევაში ხელითაც შეგიძლიათ. შვენიერია. სულ ვამზადებ 6 კრეპს, ანუ იქნება 3 სახეობის კრეპები და პორციაში შევა 2 აი ამ ზომის კრეპი. მოკლედ 500 მილილიტრ რძეზე დამჭირდა 220 გრამი ფქვილი, რომ მიმეღო აი ესეთი თხელი, მაგრამ ბლანტი კრეპის მასა. მე მგონი იდეალურია. ესეთი მოყვითალო ფერი აქვს, ძალიან თანაბარი ზედაპირი და მივიღეთ ნამდვილი თხელი მსუბუქი ფრანგული კრეპები. ეს ბოლოა, მზად არის. კრეპები მზად გვაქვს, ვიწყებთ.
მომზადება соуსების. კრეპის სუზეტი, რომელიც მზადდება ფორთოხლის და კონიაკის соуსით. პირველ რიგში გავფრთხვნათ ფორთოხალი. ამოვაჭრათ ლებნები. შემდეგ ამ ლებნებს კარამელიზირებას გავუკეთებთ და საკმაოდ ტკბილი, მაგრამ ციტრუსის სიმჟავით გაჯერებული соуსი გამოგვივა. დარჩენილი ესე ჩავაწუროთ ტაფაში, რომელშიც მოვამზადებთ соуსს. ავანთოთ ცეცხლი, შაქარი, 3 სუფრის კოვზი, ნახევარი ლიმონის წვენი, რომ კიდევ უფრო სიმჟავე დაკრავდეს და ნახევარი ფორთოხლის წვენი, რომ კიდევ უფრო წვნიანი იყოს соуსი. გადავიტანოთ ლებნები წვენში, აუწიოთ ცეცხლს, დავუმატოთ კონიაკი, დაახლოებით 50 მილილიტრი. დაველოდოთ, რომ აორთქლდეს ალკოჰოლი და დარჩეს მარტო კონიაკის არომატი. გადმოვიტანოთ ლებნები, შესქელდა და ცოტა ბლანტი გახდა უფრო ეს соуსი. გადავიტანოთ ჯერ ერთი კრეპი ამ წვენში, რომ გაიჟღინთოს კარგად. ერთი წუთი ვადუღოთ კრეპი, რომ კარგად გაუჯდეს ფორთოხლის, ლიმონის და კონიაკის არომატი და შემდეგ გადმოვიტანოთ თეფშზე, რომელზეც გავასერვირებთ. აი ესე გადავკეცოთ აქვე, მივცეთ სასურველი ფორმა. კარგი ამშვენიერია და გადმოვიტანოთ თეფშზე. მეორე, როგორც თქვი, პორციაში 2 კრეპი შედის. ესეც ვადუღოთ 1 წუთი. როგორც ხედავთ, ფაქტურაც კი ეცვლება კრეპს შაქრისგან, ამ სიროფისგან ოქროსფერი გახდა. ამ პრინციპში ჩვენ კარამელიზირება გავუკეთეთ თითონ კრეპს. მოვასხათ დარჩენილი წვენი და გადავიტანოთ ფორთოხლის ლებნები თითონ კრეპზე. და სულ ცოტა შაქრის ფხვნილი გასაფორმებლად. ფრანგული კრეპის სუზეტი მზად არის. ვაგრძელებთ კრეპი კარამელიზირებული ნუშით და შოკოლადით. დაგჭირდება ყავისფერი შაქარი 140 გრამი. დავყაროთ. დაახლოებით 70 გრამი ნუში. კარგად უნდა გადნეს შაქარი, ნუშიც მოიხალება და აი ამ კარამელის არომატს და გემოს კარგად აიღებს. დავუმატოთ ნაღები, რომ გათხელდეს მასა და უფრო რბილი დარჩეს კარამელი. გამორთოთ, ვიწყებთ სერვირებას. აქ მაქვს გამღვალი რძიანი შოკოლადი, რომელსაც თვითონ შუაგულშიც მოვასხავთ კრეპს. ბევრი შოკოლადი. გადავკეცოთ ისევ სამკუთხედად. მოვასხათ კარამელიზირებული ნუში თავის კარამელთან ერთად. და კიდევ ცოტა შოკოლადი ზემოდან. კრეპები კარამელიზირებული ნუშით და შოკოლადით მზად არის.
ვამზადებ მესამე კრეპს, ამ შემთხვევაში ჟოლოს ჯემით და ალუბლის და პიტნის соусით. დავიწყეთ. შაქარი, აქ არის 80 გრამი შაქარი. ალუბალი, ეს არის გაყინული ალუბალი, უკურკო, დაახლოებით 100 გრამი. უნდა ვადუღოთ ისე, რომ ალუბალმა თავის წვენი გაუშვას, კარგად, შაქარი გადნეს და შემდეგ უკვე დავუმატებთ პიტნას და ვანილს. თვითონ ალუბალი დარჩება მჟავე, ხოლო соуსი, ეს წვენი, იქნება საკმაოდ რკბილი და ექნება ვანილის და პიტნის მსუბუქი არომატი. სანამ соуსი კარგად ადუღდება და შესქელდება, დავჭრათ ესეთი ლამაზი და არომატული პიტნა. დამჭირდება დაახლოებით 10-12 ფოთოლი. წვრილად დავჭრათ პიტნა, ისე რომ სიროპში არც გამოჩნდეს. თითქმის უნდა გაქრეს და დაიმალოს ალუბლის соуსში. ვუმატებთ დაჭრილ პიტნას და ვანილს. ეს არის ვანილიანი შაქარი, რომელიც ძალიან სუსტ და ისეთ ბილ არომატს მიცემს соуს. არ იქნება მწარე. იდეალური. გადავიტანოთ კრეპი. წავუსვათ შიგნით ჯემი. ეს არის ჟოლოს ჯემი. გადავახვიოთ კრეპი. ერთიც არის მზადარი. მეორე. გავჭრათ შუაზე. მოვასხათ ალუბლის და პიტნის соуსი. და მოვრთოთ ცოცხალი პიტნით. მარტო წვენი, ესე კიდევ უფრო რო გავაფორმოთ, ლამაზად. მესამე და ბოლო კრეპი არანაკლებად გემრიელად გამოიყურება. ამიტომ ამ შემთხვევაში უნდა გავსინჯო. აი პიტნის არომატი ყველაზე მეტად უხდება აი ესეთ კრეპებს. ძალიან გემრიელია.